ტელევიზია ინკოგნიტოს ნორჩი ჟურნალისტი და ამავდროულად სკოლა ახალი ქართული გიმნაზიის მოსწავლე ანი ხოხობერიძე მოგესალმებით. დღეს ჩემ მეორე სიუჟეტი მინდა შემოგთავაზოთ, თუმცა სანამ სიუჟეტის თემას გავამხარ, ყოველი ხუთშაბათი დღე და მანჩა საინტერესო ლექციები გვეხმარება ნორჩ ჟურნალისტებს, თქვენამდე მოვიტანოთ საინტერესო პოზიტიური და ინფორმაციით სავსე სიუჟეტები. ინკოგნიტო საერთოდ განსაკუთრებული შემთხვევაა ჩემი აზრით ქართულ ჟურნალისტიკაში და ქართულ სატელევიზიო სივრცეში. ეს პატარა სკოლა სტუდია აკეთებს ძალიან სერიოზულ საქმეს, აბსოლუტურად გადაუჭარბებია კრიტიკა. აქ არაფერი არ არის ფორმალური, არაფერი არ არის ბანალური. არის პირდაპირ ცხოვრება, აქ იწყება ჟურნალისტის ცხოვრება. და აქ ეხება საფუძველი იმ ჟურნალისტიკას და აქ იბადება ის ახალგაზრდა ჟურნალისტი, რომელსაც ერთშენიერ დღეს გავა 5-10 წელი და ერთშენიერ დღეს საქართველოს უნდა მოუთხროს საქართველოს ამბავი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს მინდა ჩვენი სკოლის საინტერესოდ გაფორმებულ დირექტორებზე გესაუბროთ, სადაც გამოკრულია მრავალი სმითქმელი პროექტები. მე შევეცდები რამოდენიმე ამოვიკითხო. თამბაქო, მოწევა კლავს, ალკოჰოლი, ნარკომანია. დერეფნებში მოსიარულე ნორჩ ჟურნალის თვალში მომხვდა პროექტი, რომელიც ყველა მოზარდისთვის საინტერესო რჩევად შეიძლება ჩავითვალოს. აქვე შეხვდებით ჩვენი ქვეყნის სახელოვანი ადამიანების ორიგინალურად გაკეთებულ პროექტებს. აკაკი წერეთელი, ცაფირუს ხმელეთზე მოხდა ჩემო ლამაზო მხარეო, ილია ჭავჭავაძე, ჩვენ სამი რამ დაგვრჩა მამაპაპისგან, ენა, მამული და სარწმუნოება. კითხულო, ჩემო შორეულო მეგობარო, გაასეირნე შენი თვალები ამ სტრიქონებზე და მათ ასო აკენკონ ჩემი ლექსი. მე ხომ იგი ზუსტად ისეთი თვალებისთვის დავწერე, როგორც შენ გაქვს. არიან ბავშვები, რომლის საყვარელი საგანი არის მათემატიკა. ამ ბავშვებმა მათემატიკის სიყვარული გვანახეს პროექტებით. ჩვენ გვიყვარს მათემატიკა. ნოდარ დუმბაძე, ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან ცალკე და მაღლა. ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყოლა იწამებდა. ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ცხადი და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი რომ ღმერთია. ტელევიზია ინკოგნიტოს ნორჩი ჟურნალისტი და ამავდროულად სკოლა ახალი ქართული გიმნაზიის მოსწავლე ანი ხოხობერიძე ასე ორიგინალურად ვასრულებ ჩემს სიუჟეტს. ვფიქრობ, რომ თქვენს მოწონებას დავიმსახურებ. გემშვიდობებით.